მე მინდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო. ეს არის ევროპარლამენტი მიგრაციის, აი ამ იმიგრანტების დეპორტაციის და ზოგადად გამკაცრების კენჭისყრა იყო და 418 მომხრე იყო და 218 წინააღმდეგი. მე მინდა გაჩვენოთ ახლა ვიდეო და უბრალოდ მე ავხსნათ ეს რატომ არის მნიშვნელოვანი. Okay, we move to the next item on the agenda, the report by Mrs. Brigmont on the EU-Pakistan agreement modification of concessions on tariff rate quotes. Vote on consent by roll call vote. The vote is open. The vote is closed. We move to the... It's adopted. კონსერვატიული ნაწილი ევროპარლამენტის იქ სკანდირებდა გაგზავნეთ ისინი უკან. ამას ყვიროდნენ, გაგზავნეთ ისინი უკან. და შემდეგ უკვე მეორე ნახევარში ლიბერალურმა ნაწილმა დაიწყო სკანდირება, რომ ხრცხვენოდეთ თქვენ. ეს ხდება ევროპარლამენტში. ამით იმის ჩვენება მინდოდა ეს იმიტომ გაჩვენეთ, რომ ეს ერთი კვირის წინ მოხდა. და ეს სინამდვილეში ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ეს მომენტი და ზოგადად დასავლეთში ყველაზე დიდი პრობლემად ითვლება ეს იმიგრაციის პრობლემა, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში და ეს გამოხატავს იმას, რომ მათთან ტენდენცია ეს ყველაფერი იწვევს აი ამ კონსერვატიული შეხედულებების გაძლიერებას, პოლიტიკური ძალების ხელისუფლებისკენ აი მაგალითად არჩევნებში უფრო და უფრო მეტ პროცენტს იღებენ და ხელისუფლებებშიც მოსვლის ძალიან სერიოზული შანსები უჩნდებათ. ევროპარლამენტიც ნელ-ნელა გადაწყვეტილებებისკენ იხრება ისეთი, რომ აი უფრო გაამკაცროს, უფრო რაღაც კონსერვატიული გადაწყვეტილება მიიღოს რაღაც მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს კიდევ ვიმეორებ, რომ დასავლეთი გაკონსერვატორდა. და დასავლეთში კონსერვატიზმი გაიმარჯვა. შეიძლება, პირდაპირ უნდა ითქვას, შეიძლება კონსერვატიზმი საერთოდ ვერც გაიმარჯვოს. იმიტომ რომ ლიბერალური მხარე ჯერ უფრო ძლიერია. აქ არის კონკრეტული საკითხები, რაღაცა საკითხში იქით გადაიხრება, რაღაცა საკითხში აქეთ, მაგრამ პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, დასავლეთში მიმდინარეობს კონსერვატიული შეხედულებების გაძლიერება და ამას საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს და რატომ აქვს მნიშვნელობა, მაგის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აი მაგალითად დღეს საქართველოში დაწყებულია ასეთი განხილვები, ასეთი წარმოდგენებია, რომ აი ქართული ოცნება გაკონსერვატორდა. ნაციონალური მოძრაობაც გაკონსერვატორდა, განიხილავენ ამას. აი რატო გაკონსერვატორდა ნაციონალური მოძრაობა, რატო გამოსწორდა ქართული ოცნება? გამოსწორდა საერთოდ ქართული ოცნება. გეტყვით რა შეასაქმე? არაფერი საქართველოში იმიტომ გაკონსერვატორდა ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, რომ დასავლეთში ძლიერდება კონსერვატიული შეხედულება. მაგიტომ მაგალითად ადამიანებს რომ გონიათ, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცა ძალიან სერიოზული პოლიტიკა გაატარა და ბიძინა ივანიშვილი გროსმეისტერია და ასე შემდეგ, სინამდვილე არის ის, რომ ამერიკაში რომ გაიმარჯვა კონსერვატიულმა ფლანგმა, უბრალოდ საქართველოზე ზეწოლა შეწყდა. უბრალოდ შეწყდა ზეწოლა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რაღაცა გამოსწორდა
ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მიბაძავს დასავლეთს. ყოველთვის მიბაძავს. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სუსტი ქვეყანაა ეკონომიკის კუთხით, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე გავლენების დონეზე, კულტურული თვალსაზრისით ძალიან მიბმულია. უამრავი საქართველოს მოსახლეობა წასულია დასავლეთში, იქიდან ინახავს საქართველოს, თავის ოჯახს, საქართველოში ოჯახებს. ხო, ანუ სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი რომ გავაცნობიეროთ. მსოფლიოში რაც ხდება, ჩვენ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოს მაგ პროცესისგან მოწყვეტილად. ჩვენ ვერ ვიქნებით ამოვარდნილი რაღაც ლოგიკაში რომ არჯდება მიმდინარე პროცესებთან და რაღაც იზოლირებული ამ გლობალური პროცესებიდან. სინამდვილეში საქართველოში ყველა იმიტომ გაკონსერვატორდა, რომ დასავლეთში კონსერვატიული შეხედულებები გახდა უფრო პოპულარული. ჩვენ დროს წინ უსწრებით, მეგობრებო. ჩვენ რომ კონსერვატიზმს კონსერვატიულ შეხედულებებს ვაჟღერებდით აქ, ეგ თან ამას ვაკეთებდით წლების წინ, ეგ იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ წინასწარ ვაცნობიერებით, რომ ასეც მოხდებოდა. კონსერვატიული შეხედულებები გაიმარჯვებდა. უფრო პოპულარული გახდებოდა. მიგრაციის პრობლემიდან გამომდინარე დასავლეთში, ეგ პრობლემა იმდენად სერიოზულია და იმდენად დამანგრეველია ზოგადად დასავლური სოციუმის იმხელა შიდა პრობლემებს იწვევს, ყოველდღიური მაგალითად ქუჩაში სიარული საფრთხის შემცველი ხდება, იმხელა პრობლემებს იწვევს, რომ ეს აუცილებლად კონსერვატიული შეხედულებების გაძლიერებას იწვევს დასავლეთში. და ეს საქართველოსთვის არის სასარგებლო, იმიტომ რომ დასავლეთიდან ზეწოლა ცირდება, თავისთავად ცხადია. კონსერვატიული დასავლეთი არ არის საერთოდ ვერ ახერხებს ისეთი დაპირებების გაჟღერებას, რომ მაგალითად თქვენ მაგივრად ვიომებ, იმიტომ რომ ჩვენ ეროვნება არ გაგვაჩნია, ჩვენ ყველა ერთი ვართ, ხო? ანუ ლიბერალიზმი მაგით უახერხებს ასეთ დაპირებების გავრცელებას, რომ თითქოს ლიბერალური საზოგადოება კოსმოპოლიტურია, ანუ ეროვნება არ გააჩნია, თითქოს რაღაც საერთო ლიბერალური ფასეულობების გარშემო ერთიანდებიან და ეს რა თქმა უნდა ტყუილია, მაგრამ მაგ ტყუილის ხარჯზე ახერხებს ასეთი დაპირებების გაჟღერებას. კონსერვატიული ქვეყნები მაგ დაპირებას ვერავის ვერ მოატყუებენ, იმიტომ რომ უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება. შენ თუ შენ ქვეყანაში შენს იდენტობას იცავ, მაშინ ჩემ ქვეყანაში რანაირად ქადაგებ შენ, რომ მე არ დავიცო ჩემი იდენტობა, ხო? ავტომატურად მეც მაგ განწყობაზე ვდგები, რომ ესე იგი მეც ჩემი იდენტობა უნდა გავაძლიერო. ამიტომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის სასარგებლოა, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხეების შემცველიც არის. საფრთხეების შემცველი არის იმ კუთხით, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკა, მთელი პოლიტიკური სივრცე იყო აწყობილი აი ამ ლიბერალურ შეხედულებებს. საერთოდ არც იყო ეგ ოფცია საქართველოს პოლიტიკაში, რომ თითქოს სხვა რაღაცა სხვა გარემო შეიძლება დაგვიდგეს და სხვანაირად შეიძლება მოგვიწიოს სახელმწიფოს მართვა. ეგ მოცემულობა საერთოდ არ არსებობდა. მაგაზე საერთოდ არავინ არ ფიქრობდა. საერთოდ ეგონათ, რომ ისტორია დამთავრდა და ამის შემდეგ ლიბერალიზმი მხოლოდ გაძლიერდება და მთელ მსოფლიოს დაიპყრობს. მაგრამ ეხლა აღმოჩნდით იმ რეალობაში, სადაც რისთვისაც მზად არ ყოფილვართ. მაგალითად, ჩვენ
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვემზადებინა საქართველოს პოლიტიკური სივრცე, მაქსიმალურად ვაჟღერეთ წინასწარ ის პროცესები, რაც აუცილებლად ის პრობლემები, რაც აუცილებლად დაგვიდგებოდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მზად ყოფილიყო საქართველოს საზოგადოება ამისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი. ამისთვის არ არის საქართველოს დღეს ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ის პრობლემები, რომელიც ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით გვიდგას, ეკონომიკის კუთხით და ასევე საერთაშორისო დონეზე მოკავშირეების კუთხით გვიდგას, არაფერი გადაჭრილი არ აქვს. ეკონომიკის თვალსაზრისით ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი ქვეყნის გაყიდვით, პირდაპირ მნიშვნელობით, ჩვენი ტერიტორიებს იქ იმიგრაციის პროცესი საქართველოში ეხლა მიმდინარეობს მთელი სიჩქარით. ქართული ოცნება ყველანაირად წვანეს უნთებს ეხლა იმ პროცესებს, რომ აი საქართველოში ჩამოსახლდნენ რაც შეიძლება ბევრი იმიგრანტი, რათა იყიდონ ეს უძრავი ქონება, ეს საქართველოს ბიზნესი ხო ამ უძრავ ქონებაზეა ჩამოკიდებული, მეტი არაფერს არ აწარმოებს ქვეყანა. უბრალოდ საცხოვრებელი ფართის გაყიდვით არის დაკავებული. ხო, ასევე ჩვენი ურთიერთობები, საგარეო ურთიერთობები არავისთან არ არის დალაგებული საქართველოს. მაგ მიმართულებით არ უფიქრია. ეს მოცემულობა რომ დადგებოდა, მაგდენი არ უფიქრია. შესაბამისად არავისთან დალაგებული არ არის. დარჩა აი ხა მაგალითად დასავლეთიდან ლიბერალური ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ან სხვა დაფინანსებები რაც მოდიოდა, ეგენი შეწყდა და ახლა საერთოდ გაკვირვებულია ეს ქართული მთავრობა რა როგორ უნდა დაამყაროს მათთან ურთიერთობა ვერ გაურკვევი, ხო? ამიტომ პრობლემების წინაშეც აღმოჩნდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოჩნდით, ეს არის აუცილებელი პრობლემები, რათა ჩვენი სახელმწიფოებრიობა რაღაც ლოგიკურ და განვითარებას მიაღწიოს.